თქვენ ახლა უყურებდით კადრებს, რომლებსაც ჩვენ ამ წუთებში პირდაპირ ეთერის რეჟიმით ნიუ-იორკიდან ვიღებდით და უფრო ვრცლად ამ აფეთქების შესახებ თქვენ კურიერში 9 საათზე შეიტყობთ. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას თბილისის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გაჭიანურებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერიის მხრიდან საბოტაჟად აფასებს. ჯაბა სამუშიას თქმით, მერიას დაზიანებული გზების შესაკეთებელი თანხები ბიუჯეტის დამტკიცებამდეც ჰქონდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სევდია უგრეხელიძეს ამ საკითხის მოგვარება მოსთხოვა. მისი განცხადებით 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის 64 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჯაბა სამუშიას განცხადებას დღეს მერიაში უპასუხეს დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყველა უბანში ასფალტის საფარის დაგება დაწყებულია. მერია ხელოვნურად აჯანყებს დროს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საბოტაჟთან. ან საბოტაჟთან, ან რაიმე კორუფციულ სქემასთან. ამიტომაც მე მივმართავ მერის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონ სევდია უგრეხელიძეს. რაც შეიძლება სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის ცდომა და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ორი კვირის თავზე თბილისს ექნება ის მდგომარეობა საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რასაც ის იმსახურებს და უმჯობესი იქნება, რომ პოლიტიკოსობას თავი დავანებოთ და ჩვენ პოლიტიკად თბილისი ვაქციოთ ნამდვილად. ის რომ ეხა ეს არის საბოტაჟი იძახიან. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ კარგი გზები იყოს, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და რაც უფრო ნაკლებად უაზრო და აბსურდულ ბრალდებებზე დაგვიბარებენ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში, მით უმეტეს საქმეს ეფექტურად გავაკეთებთ.